მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ექიმი გვირჩევს და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ბაჩო ლომუაშვილი და ვისაუბრებთ კატარაქტაზე. მოგესალმებით ბატონო ბაჩო და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. გამარჯობათ, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. გისმენთ ყურადღებით, თუ შემიძლია რამე დაგეხმაროთ, თქვენ გვერდში ვარ. რა არის კატარაქტა და ძირითადად რა ჩივილები და სიმპტომები ახასიათებს მას? კატარაქტა არის ბროლის შემღრევა, რომელსაც ახასიათებს ხედულობის დაქვეითება. ეს შესაძლებელია განვითარდეს როგორც ახალშობილებში, ასევე შესაძლებელია განვითარდეს მოსახლეობის ისეთ ასაკის გარკვეულ პაციენტებში, როგორც არის ვთქვათ არახანშესული ადამიანები. რომ ეს არ არის ძალიან ბევრი, მადლობა ღმერთს, თუმცა ძირითადად მაინც ის კატარაქტა ხანშესული ასაკის პაციენტების დაავადებაა. ძირითადი ჩივილები გამოხატულება როგორია? ძირითადი ჩივილები არის მხედველობის დაქვეითება, ფერთა აღქმის დაკარგვა. ის გამოც პაციენტი მიდის ექიმთან. კვალიფიციური ექიმი დაუსვავს დიაგნოზს კატარაქტა, კატარაქტის მკურნალობის მეთოდი არის უკვე ოპერაციული გზა. ხო, აი დიაგნოსტიკაზე რო გვესაუბროთ, აი მას შემდგომ რაც პაციენტი აღმოაჩენს, რომ აქვს მხედველობის დაბინდვა, ის ნიშნები, რასაც ვისაუბრეთ, რა პროცედურების გავლა უწევს, რისთვის უნდა იყოს მზად დიაგნოსტიკისთვის? პრეოპერაციულად ალბათ, ხო? დიაგნოსტიკისთვის ახლა პირველი დიაგნოზის დასმა, როგორც წესი, ან ქირურგი, ოფთალმოლოგი დევს ამ დიაგნოზს, ან ძირითადად თერაპევტი ექიმები, ხო, ვინც იკვლევს ამ ყველაფერს. შემდგომ ეტაპზე უკვე ქირურგის კონსულტაცია არის საჭირო, ქირურგი დაუსვავს ამ დიაგნოზს უკვე განმეორებით და გადაწყვეტს როდის და რა დროს დაუნიშნავს პაციენტს ოპერაცია. თუმცა კატარაქტის სხვადასხვა ფორმები არსებობს დაწყებითი კატარაქტა, არსებობს შორსწასული კატარაქტა, გართულებული კატარაქტა ხდებით და აი ამის მიხედვით უკვე ქირურგი წყვეტავს როდის გაუკეთდეს პაციენტს ოპერაცია. ანუ თლად ისი არ არის, რომ კატარაქტა რო აღინიშნება პაციენტს, შესაძლებელი თქვათ ეგრევე გაუკეთეთ ოპერაცია. რა თქმა უნდა, ქირურგია უფრო გამარტივებული ფორმაა, მაგრამ პაციენტი, რომელსაც კატარაქტის დროს კორექციით, ანუ ხედველობის ლინზებით შესაძლებელი იქნება რომ მოუმატოთ ხედველობა და გაუსუფთავდეს ის დაბინდვა, რასაც პაციენტი აღნიშნავს. ჩვენ ბუნებრივად თავაზობთ ხოლმე, რომ ესე ხო არ გირჩევნია რაღაც გარკვეული პერიოდი გადავთ ოპერაცია, თუ ბარემ გავაკეთეთ ოპერაცია. როგორც წესი 90% სათვალისწინებას ამჯობინებს ხოლმე, მაგრამ თუ კატარაქტა დაწყებულია, იმის გაჩერების პროცესი არის ძალიან მინიმალური. ამიტომ მაინც როგორც წესი პაციენტი ექიმთან ბრუნდება და ირჩევს უკვე ოპერაციული გზით მკურნალობას. ძირითადად რა ხდება კატარაქტის გამომწვევი მიზეზი, რა ფაქტორები ახდენს ამაზე გავლენას? ისევ და ისევ გეუბნებით, რომ კატარაქტა მაინც არის ასაკობრივი დაავადება, თუმცა კატარაქტა შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ფაქტორებით. ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, თქვა პაციენტის ერთ-ერთი ფაქტორია ტრავმა. ჩამოყალიბდეს ტრავმული კატარაქტა. მეორე ესეთი რისკ ფაქტორი შეიძლება იყოს სადაც მუშაობს პაციენტი, იყოს ტოქსიური ფორმა, ტოქსიური მდგომარეობა და განვითარდეს ტოქსიური კატარაქტა. არის გართულებული კატარაქტის ფორმა, როდესაც პაციენტს აქვს კატარაქტა, არ აქცევს ყურადღებას და ამის შემდგომ უკვე განვითარდება არა მარტო კატარაქტა, კატარაქტის გართულებული ფორმა, მეორადი გლაუკომა თქვათ. არის დიაბეტური კატარაქტა, ძალიან ბევრი ფორმაა, ახალშობილთა კატარაქტა, ყველაფერი, თითქმის ყველაფერი არის მაინც ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ და ქირურგი წყვიტავს, როდის გააკეთოს ეს ოპერაცია. ბუნებრივად დაწყებით ასაკში ჯობია, რომ გაკეთდეს მალევე ეს კატარაქტა. დაწყებით ასაკში მე იმას არ ვიძახი, რომ პაციენტის სულხას დაწყებით ასაკს. ხვდებით, დღენაკლთა კატარაქტა შეიძლება განვითარდეს, ან ახალშობილთა კატარაქტა შეიძლება განვითარდეს ძალიან საპასუხისმგებლო, რომ შემდგომ ეტაპზე მოხდეს ამის სრული დიაგნოსტიკა და შემდგომ ეტაპზე არ განვითარდეს ბავშვი დაავადება, როგორც არის თქვა ამბლიოპია, ზარმაცი თვალი, ან რამენერეთ აყვეს მხედველობას. თვითონ ეს ოპერაციული ჩარევა რამდენად მტკივნეული პროცედურაა, რამდენად ხანგრძლივი პროცედურაა, ისთვისაც პაციენტი უნდა იყოს მზად? ის არის თვითონ ოპერაცია უკვე პაციენტს ეუბნები, რაღაც დამაბნეველია და შიშის ფაქტორს თესავს, ხო, პაციენტთან, მაგრამ პაციენტების უმეტესობა მაინც ექიმზე არიან დამოკიდებული, ექიმი თუ როგორ აუხსნის, რა ჭირდება ამას და როგორ მდგომარეობა შეიძლება გამოვიდეს აქედან. როგორც წესი პირველ ოპერაციას რო ეკეთებენ პაციენტები, აღფრთოვანებულები არიან, იმიტომ რომ ნახავენ იმას, რომ აქ არაფერი არ არის საშიში და არ არის სანერვიული. ოპერატორისთვის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ გამოცდილებასთან უნდა იყოს კავშირში, ეს ყველაფერი ასეთ ფაზაზე მიიყვანოს.
პაციენტის როლი ძალიან დიდი არის ოპერაციის სველობისას, ნერვიულობა არ შეიძლება, თუმცა ჩვენ ისე შეგვყავს პაციენტის საოპერაციო მაგიდასთან ისე ვაწვენთ, რომ მინიმალურამდე არის დაყვანილი პაციენტის ნერვიულობისა და რისკ ფაქტორის გამოწვევა. ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება ეს ყველაფერი 10-15 წუთში მაქსიმუმ პაციენტი უბრუნდება პალატაში გადადის ოპერაციის შემდგომ რაღაც გარკვეული პერიოდი დაავადებით მისცემ დანიშნულებას და შემდგომ ეტაპზე ძალიან მალე ხდება რეაბილიტაცია. თუმცა არის ზოგიერთი კატარაქტა, რომელიც უფრო გართულებული პრობლემული კატარაქტა და ეს უკვე სხვა ჩარევებს მოითხოვს ხოლმე. ისიც ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი ვერ იკეთებს ადგილობრივი ანესთეზიით, თავის დაავადებიდან გამომდინარე, მდგომარეობიდან გამომდინარე, არა მარტო თქვათ ხედულობის პრობლემა, სხვა პრობლემაც ჰქონდეს. ან შიშის პრობლემა უბრალოდ და ვაკეთებთ ინტრავენური ნარკოზით შემდგომ ამ ოპერაციას. სხვა გეილუთებით. აი თვითონ ეს კატარაქტა რამდენად გენეტიკური დაავადება, რამდენად შეიძლება რომ თავიდან თაობას იცით რა არის ეს გენეტიკურიც არის და უკვე ჩამოყალიბებულიც არის. მე ვფიქრობ რომ მისალოსი დაავადება არის, მეტად ყველა პაციენტს აღენიშნებოდეს მხოლოდ კატარაქტა და არ იყოს იქ სხვა დაავადებები ჩართული კატარაქტასთან ერთად. ბუნებრივია ყველა დაავადებას, ყველა დღეს დევანდელი ფაქტორი, რისკ ფაქტორი არის მაინც წინაპირობა უბრალოდ გენეტიკური ფაქტორი, მაგრამ მაინც კატარაქტა უფრო არის ასაკობრივი დაავადება, ყველაზე კარგი დაავადება თვალში, დაავადებებთან შორის, რომელიც თვალს ახასიათებს. მე ულოცავ ხოლმე პაციენტებს თქვენ მარტო კატარაქტა გაქვთ, სხვა ისეთი არაფერი არ გაქვთ. ანუ როგორც წესი კატარაქტების უმრავლესობა ტარდების შედეგი არის ხოლმე რეზულტატი არის უკვე დადებითი. და პაციენტების უკვე მეორე თვალსაც უფრო მარტივად მიდიან. თუმცა აღნიშნავენ ხოლმე რომ პირველი თვალის უფრო კარგად დავინახე, იმიტომ რომ ის ხასხასაფერები რაც აქვს და დავიწყებული პირველი ოპერაციის შემდგომ უკვე სწრაფად აღდგება ხოლმე და უკვე მეორე თვალს უკვე ეს პროცესები ნაკლებად ახასიათებს გამგე. მას შემდგომ რაც პაციენტი გადაწყვიტავს, რომ მას უნდა ქირურგიული ჩარევის განხორციელება, მხედველობის აღდგენა, რა პროცედურებისთვის უნდა იყოს მზად ოპერაციის დროს, როგორ უნდა შემზადოს, რა რჩევებს და რეკომენდაციებს მიცემთ ასეთ პაციენტებს? რა თქმა უნდა, ეგ ესეთი განსაზღვრელი ფაქტორი არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა პაციენტი წინასწარ უნდა იყოს მომზადებული, არ უნდა თუ აღენიშნება დაავადებები, თქვა სისტემური დაავადებები, ენდოგენური დაავადებები, ხო, ნუ ამას ყველაფერს წინა საოპერაციო კვლევა გაძლევს იმის საშუალებას, რომ პაციენტი მაქსიმალურად მომზადებული შევიყვანოთ ოპერაციამდე. კეთდება ლაბორატორიული კვლევები, კეთდება ოჯახის ექიმის შარევა აუცილებელი არის, რამე ისეთი პრობლემა არ იყოს გამოცემული და შემდგომ ეტაპზე უკვე თერაპევტი და ოჯახის ექიმი გვაძლევს ჩვენ იმის დასკვნას, რომ პაციენტი მზად არის ოპერაციისთვის, რაიმე რისკ ფაქტორი მასთან არ არის. თუმცა არსებობს ასეთი ფაქტორები, ხოლმე რომ პაციენტი შედის აბსოლუტურად დარწმუნებული ყველაფერი იქნება კარგად და პოსტოპერაციულად პაციენტს აქვს რაღაც გართულები. ხდება ინტრაოპერაციული პერიოდის დროს ან პაციენტის მიერ ან უფრო მეტად პაციენტის მიერ ოპერაციის პოსტოპერაციულად შემდგომი რაღაც გარკვეული პერიოდი გართულებები, თუმცა ეს რისკები უკვე მინიმალურამდე არის დამთავრებული და ყველაზე პასუხისმგებლობა მაინც პოსტოპერაციულად არის პაციენტის გაფრთხილება და ზუსტად მითითება იმის, რომ რასაც ექიმი უთხრის ზუსტად შეასრულოს ეს ყველაფერი. ყველაზე ესეთი გართულება არის ხოლმე პოსტოპერაციულად თვალის კაკალზე. ანთებამიდის და რაც უკვე შემდგომ ეტაპზე ენდოფთალმიტის გამოვლინება, ისი მკურნალობა ძალიან რთული არის, ერევა უკვე ვიტრეორეტინალური ქირურგი, რა თქმა უნდა, თუ ადგილობრივად არ მოხდა პაციენტის დაკმაყოფილება და ნუ შემდგომ ეტაპი არის ძალიან რთული გზა. თუმცა კვალიფიციური ექიმი, ქირურგი უკვე ამ ყველაფერს დროულად თუ მიხედავს, გადარჩენის შანსიც უფრო მეტია. და დაახლოებით ხანგრძლივობა რამდენია პოსტოპერაციული პერიოდის? პოსტოპერაციული პერიოდი მარტივად რო გითხრათ, ჩვენ ორ თვალზე თუ ახასიათებს პაციენტს კატარაქტა, 20 დღის შემდეგ უკეთებთ ერთ თვალს რო გავაკეთებთ ოპერაციას, 20 დღის მერე უკეთებ ოპერაციას. ნუ რეაბილიტაციას ალბათ ჩემი აზრით ერთი თვე მაინც სჭირდება, რა თუმცა სრული რეაბილიტაცია მაინც 5-6 თვე უნდა.
არა, ერთ თვეში უკვე პაციენტი ჩვეულებრივ ცხოვრების სტილს უბრუნდება. რაღაც გარკვეული პერიოდები ეკრძალება რაღაც მცირე შეზღუდვები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოსტოპერაციულად ფიზიკური დატვირთ ამ ძიმის აწევა, თავდახრილი მუშაობა, რაც წინაპირობა არის პოსტოპერაციულად მეორადი განვითარების, ანუ მადურა შეიძლება ჩამოეშალოს და ის ოპერაციული ჩადრევა არის საჭირო ამისთვის. ეს რისკ ფაქტორები არსებობს რა. და პოსტოპერაციის პერიოდში რამდენად ჭირდებათ პაციენტებს მედიკამენტური ხელშეწყობა და მეხმარება? ეს გასაგებია თქვენი კითხვა, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტს ესაჭიროება ეს მედიკამენტური დახმარება. ჩვენ ქვეყანაში ახლა დღესდღეობით ეს პოსტოპერაციული დახმარება, ოპერაციების ამას ყველაფერს სახელმწიფო უზრუნველყოფს. არსებობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც იდეალურად მუშაობს ამ თვალსაზრისით. რაღაცები იყო დასახვეწი, დაიხვეწა. ну, რა ვიცი, ხა დღესდღეობით საქართველოში პაციენტს უკვე არა მარტო თვალის ოპერაცია, თითქმის ყველაფერი ისე არის მისული, რომ მიახლოვებული ის და შეიძლება ნაკლები დანახარჯი ქონდეს. განაჩენი უკვე პაციენტის გადასაწყვეტია რა ასიზავს და როგორ ისევს რა. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. აიხარეთ ხო, იცოცხლეთ. მე კი გემშვიდობებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებდით, შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს.